სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. დღევანდელი დღე სულთმოფენობის დღედ იწოდება და არა მხოლოდ, არამედ დღევანდელი დღე იწოდება სამების დღედ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესია ამით გვეუბნება, რომ დღევანდელ დღეს კაცობრიობისათვის სრულად განცხადდა, რომ ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიკითხავთ, რომ აბა რა იყო ნათლისღების ჟამს, როცა ასევე განცხადდა სრულად. თაბორის მთაზე ასევე როცა განცხადდა ყოვლადწმინდა სამება. განსხვავება არის მნიშვნელოვანი. თაბორის მთაზე და ნათლისღების ჟამს ყოვლადწმინდა სამება განცხადდა როგორც ობიექტური სინამდვილე, რომ ღმერთი არის ერთარსება და სამპიროვნება. ხოლო დღევანდელ დღეს ყოვლადწმინდა სამება განცხადდა ობიექტურად და ამავე დროს უნდა მივიღოთ ჩვენ სუბიექტურად საკუთარი გამოცდილებით, რომ ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება და სულიწმინდა ღმერთი არის მისი ღვთაებრივი პიროვნება, ჰიპოსტასი, მამისა და ძის ერთარსი და გამოცდილებითად, იმიტომ რომ იგი ჩვენში უნდა დამკვიდრდეს, და ჩვენში დაიწყოს ცხოვრება. დღევანდელ დღეს, რადგან სრულად არა მარტო როგორც ობიექტური სინამდვილე, არამედ როგორც სუბიექტური გამოცდილება ჩვენი უნდა გახდეს ყოვლადწმინდა სამება. შესაბამისად, დღევანდელი დღე არის იმის აღნიშნელი, რომ ჩვენ უნდა განვიცადოთ, რადგან სუბიექტურ გამოცდილებაზეა საუბარი, ჩვენ უნდა განვიცადოთ ღმერთი როგორც სიყვარული, იმიტომ რომ ღმერთი როგორც სიყვარული მხოლოდ იმიტომ არის ასეთი, რომ იგი ყოვლადწმინდა სამებაა და არა მონადა. ეს არის ყოვლადწმინდა სამება, სამპიროვნება, ერთარსება ღმერთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, თითქმის ასე ვთქვათ, ონტოლოგიური, არსობრივი თვისება. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, კვლავ და კვლავ რაც ჩვენ ვიცით, რასაც ჩვენ ვიგებთ, რაც ჩვენთვის საცნაური ხდება, ღვთაებრივი ენერგიებია. იმიტომ თითქმის რომ ყველაზე მეტად შეიძლება არაფერი მეტად არ ახასიათებს ღმერთს სხვა თვისება ისე როგორც სიყვარული. ამითაც ქრისტიანობა აბსოლუტურად განსხვავდება ნებისმიერი სხვა რელიგიური სისტემისაგან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ადამიანური გონების პროდუქტია, ზოგჯერ არ არის სრული გამოცხადება, როგორც თქვათ ძველ აღთქმაში, მაგრამ ქრისტიანებთან ეს ცნობილია გამოცხადებით, რომ ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული კიდე არის იქ, სადაც არსებობს სიყვარულის ობიექტი და სუბიექტი. მონადას არ შეუძლია იყოს სიყვარული, თავისთავად, არსობრივად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენთვის ხდება, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენთვის ქმნის სამყაროს და უამრავი რამ რაც მოხდა, რასაც ჩვენ ვხედავთ ახალი აღთქმის ისტორიაში ხდება ჩვენთვის, ღვთის განკაცება და ყოველივე ის, რაც ამას მოყვა, დღევანდელი დღის ჩათვლით, ადამიანისთვის ხდება, სამყაროც ადამიანისთვის არის შექმნილი, მისი მშვენიერება დასანახავი და საცნაური არის ადამიანისათვის, რომ ამით ჩვენი ცნობიერება და გონება აღიწიოს შემოქმედამდე, ამ მშვენიერების შემოქმედამდე და ღმერთი ვეძებოთ. და შესაბამისად, დღევანდელი დღე რადგან ერთგვარად წერტილს სვავს ამ გამოცხადებათა საღვთო წერტილს არასწორია, იმიტომ რომ დღემდე გრძელდება გამოცხადება, ოღონდ ეს გამოცხადება არის მოცემული გამოცხადების სიღრმეში შესვლა, იმიტომ რომ ღმერთის განკაცდა, ჩვენთვის მოკვდა, აღდგა, ამაღლდა, დაждდა მარჯვენით მამისა, ღვთისა და მამისა და სულიწმინდა ღმერთის გარდამოვიდა, როგორც ჩვენთვის მადლის მომცემი, განმაღვრთობელი, მასწავლებელი ყოველივე იმისა, რაც განკაცებულმა ღმერთმა ამცნო. ანუ მეტი რაღა უნდა მოხდეს. არამედ ხდება ის, რომ კაცობრიობა, ეკლესია უფრო სწორი იქნება, ასე ვთქვათ, უფრო მეტად და მეტად აგროვებს რა გამოცდილებას წინა თაობებისა, უფრო მეტად და მეტად უღრმავდება საღვთო გამოცდილებას, რომელიც უფრო მეტად და მეტად იხსნება. კაცმა რო თქვას, ჩვენ ცხოვრების წესით მაინდა-მაინც არ ვარგივართ და ვერ შევედრებით იმ ძველ დიდ მამებს თორემ. ცოდნის თვალსაზრისით ჩვენ შეიძლება ითქვას გაცილებით მეტი ვიცით, თუ მოვინდომებთ, რა თქმა უნდა, ვიდრე ძველებმა იცოდნენ, იმიტომ რომ ეკლესია უფრო მეტად და მეტად სიღრმისეულად წარმოაჩენს ძე ღმერთის სიტყვებს,
რომელიც განიმარტება სულიწმინდა ღმერთის მიერ და ეს განმარტებული არ იკარგება, თაობიდან თაობას გადაეცემა და ამავე დროს ეკლესია ამ ყველაფერს ინახავს მადლითაც და ფიზიკურადაც, წერილობითაც. გამოცდილებითაც ინახავს, ლიტურგიკულ მსახურებაში ინახავს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ სულიწმინდა ღმერთი ძერწავს ფორმებს, რომელი ფორმები ჩვენ გვაქვს ძირითადად. არის რაღაცები, რომელიც შეიძლება შეიცვალოს თუნდაც დღევანდელი ეპოქის შესაბამისად, მაგრამ ძირითადად ლიტურგიკული მსახურება არის სულიწმინდა ღმერთის მიერ გამოძერწილი ფორმები. და ის მშვენიერია, ლამაზია, დიდებულია, ამაღლებულია. სულიწმინდა ღმერთი უზარმაზარ გამოცდილებას ქმნის, მოდი ესე ვთქვა, წმინდა ადამიანების გულთან თანამშრომლობით ეკლესიაში და ეს უმშვენიერესი ფორმები, მისი ნაყოფებია და თუ ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ, ფორმებს, სწავლებას, თუ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ, ლიტურგიკულ გამოცდილებას, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ უაღრესად გვამდიდრებს. ამიტომაც ვამბობთ ხოლმე, რომ წმინდა მამათა თხუზულებების კითხვის გარეშე ადამიანი ვერ იზრდება როგორც ქრისტიანად. ოღონდ კიდე ერთი ნიუანსია. წმინდა მამებს გულისხმობთ არა მარტო ძველ წმინდა მამებს. სადაც აი იოანე დამასკელამდე რაღაც საოცარი ეპოქა იყო, საოცარი, განსაცვიფრებელი. მაგრამ შემდგომაც და დღევანდელი დღის ჩათვლით, იმიტომ რომ ვინც ფიქრობს, რომ მარტო ძველებია მნიშვნელოვანი, განსაცვიფრებელი მართლაც და საჭირო იყო მაშინ. და რაც იყო საჭირო სულიწმინდა ღმერთი იმას ქმნიდა წმინდა ადამიანების გულების მიერ, ყოვლადწმინდა სამების დოგმატი მათ შორის და ასე შემდეგ. ასევე დღეს რაც საჭიროა დღევანდელი ადამიანისათვის, სულიწმინდა ღმერთი დღესაც ქმნის განწმენდილი ადამიანების გულების მიერ. ამიტომ დღევანდელი მოღვაწეების, დღევანდელი ღვთისმეტყველების თხუზულებების კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ეკლესია ცოცხალია და ეკლესია მარად შობს ქრისტეს ერთგულ წმინდა ადამიანებს და შესაბამისად მათ გულებთან თანამშრომლობს სულიწმინდა ღმერთი და კვლავ და კვლავ აღმოშობს თხუზულებებს იმ ნაწერებს, რომელიც საჭიროა მთელი მსოფლიო ეკლესიისათვის. ამიტომ კითხვის გარეშე არაფერი გამოვა, ამიტომ კითხულობდეთ. მაგრამ ამ ყველაფერს ფასი არ აქვს, თუ თავარი რაც ყოვლადწმინდა სამება ღმერთის, რომლის განცხადება, სრული განცხადებაც დღევანდელ დღეს არის, ყოვლადწმინდა სამება ღმერთის თავარ მონაპოვარს უგულებელს ყოფთ. ეს არის სიყვარული, მაგრამ სიყვარული არის სიტყვა, ცნება, რომელიც ყველაზე მეტად გაუფასურებულია ამ სამყაროში. თითქოს აი ეშმაკმა ამოირჩია, მოდი ყველაზე მეტად რომელიც სიტყვა გავაუფასურო მე. ეშმაკი ფიქრობს და რა თქმა უნდა დაეტაკა სიყვარულს. არაფერი ისე გაბინძურებული და გაუფასურებული არ არის, როგორც ეს სიტყვა. არაფერი ისე დეფორმირებული არ არის ადამიანის ცნობიერებაში, როგორც ეს სიტყვა. იმ დონეზე, რომ ადამიანს ხშირ შემთხვევაში თანამედროვე ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს რა არის სიყვარული. და ამ დროს პარალელურად შეიძლება იფიცებოდეს, რომ მას ისეთი სიყვარული აქვს, რომ საერთოდ ეს ნიშნავს და თანამედროვე ადამიანს რომ ვამბობთ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ყველანი თანამედროვენი ვართ. შესაბამისად, ჩვენ ყველას პრობლემა გვაქვს. აი ამ თავარ თვისებასთან, ღმერთის ამ თავარ თვისებასთან დაკავშირებით, რომელიც არის მთავარი გამოცხადება, შეიძლება ასე ითქვას დღევანდელი დღის. მთავარი გამოცხადება. იმიტომ რომ სიყვარული შეუძლებელია არსებობდეს სხვა სათნოებების გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს სხვა სათნოებების გარეშე. რომელი სათნოების გარეშე? როგორიც არის ურთიერთობა თავდაბლობით, ურთიერთობა მორჩილებით, ურთიერთობა თავგანწირვით ერთმანეთისადმი. ესეთია ყოვლადწმინდა სამება. და ეს თვისება გამოიტანა გარეთ ზეღმერთმა, როცა ის ადამიანად მოვიდა და დაგვანახა, აი ეს თვისებები ურთიერთობა თავდაბლობით, ურთიერთობა თავგანწირვით, ურთიერთპატივისცემით და ასე შემდეგ, აი ეს უმთავრესი თვისება ყოვლადწმინდა სამებისა გარეთ გამოიტანა ზეღმერთმა და გვაჩვენა ჩვენ. ასე იცხოვრა, ასე მოგვიწოდა. და აი ეს არის ზუსტად ამ ყველაფერზე შენდება სიყვარული და თუ ეს არ არის ურთიერთობა თავდაბლობაში, ურთიერთპატივისცემაში და ასე შემდეგ, რაც არის ეს სათნოებები ურთიერთობისათვის უმნიშვნელოვანესი, თუ ეს არ იქნა, სიყვარული იქ შეუძლებელია არსებობდეს. სიყვარული ამაზე არის აშენებული. და კიდევ ერთი,
უმნიშვნელოვანეს. აი რაც ჩამოთვალე. ურთიერთობა თავდაბლობაში, ურთიერთპატივისცემაში, ერთმანეთის თავისუფლების თქვათ გათვალისწინებაში, ფაქიზ ურთიერთობებში, ურთიერთმორჩილებაში, ამაზე აღმოცენდება სიყვარული. და კიდევ ერთი თვისება ამ ყველაფერთან ერთად. ეს არის ცეცხლოვანება. ცეცხლოვანება, თუ ცეცხლოვანება არ არის, იქ არც სიყვარული, არც თავდაბლობა, არც მორჩილება, არაფერი, არც ერთგულება. როგორ შეიძლება ერთგულება ცეცხლოვანების გარეშე? ამიტომაც ამბობს აპოკალიფსში უფალი, რომ ნელთბილობა ძალიან საშინელი ცოდვა არის. ძალიან მძიმე სიტყვებს ამბობს. ნელთბილი ხარ და ამოგამთხევ ჩემი პირიდან. ნელთბილი რას ნიშნავს? არაფერს არ აშავებს, თავისთვის არის და არაფერს აშავებს ნელთბილი. ცივი აშავებს და უფალი საოცარ ამას ამბობს, ჯობია ცივი ყოფილიყავი, დაგეშავებინა და მე სინანულში ეგება მოსულიყავი, ვიდრე ნელთბილი, რომელიც არც აკეთებდა, არც აშავებდა, აი ესე უსიცოცხლოდ ხარ, იმიტომ რომ ცეცხლი არ არის შენში. სული დუღარენი იყვენით პავლე მოციქული იტყვის და უფალი ამბობს, ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს, რომ ეს ცეცხლი აწვი აღეგზნას. ამიტომ შეუძლებელია იყო ქრისტიანი, გულგრილი, უნდილი, ნელთბილი, ესე იგი ნახევრად ცოცხალი, ან ნახევრად მკვდარი, როგორც გინდათ ისე დაარქვით. ქრისტიანი ცეცხლია, იმიტომ რომ ღმერთია ცეცხლი. ცეცხლისა მოვეთ მოფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს, რათა აწვი აღეგზნას. და ეს ყველაფერი ხდება ადამიანში, ამ ყველაფრის თანამონაწილე ხდება ადამიანი მას შემდეგ, რაც მას ეს უნდა. მას შემდეგ, რაც პიროვნულ არჩევანს აკეთებს. გესმით, თუ ადამიანს არ უნდა, წმინდა მამათა თხზულებებში ესეთ რამეს ნახავთ, რომ ადამიანი, რომელიც უღმერთო ცხოვრობს, მისი ღმერთთან ყოფობა, მისი ღმერთთან მისვლა და დამკვიდრება გაცილებით იოლია. ვიდრე ის, ვინც ღმერთთან უკვე არის, მაგრამ გულგრილია, რომელმაც ვერ გააცნობიერა სად იმყოფება, რომელიც თავისი პიროვნული არჩევნის შესაბამისად არ ცხოვრობს, არ მოქმედებს და ეგების არც გაუკეთებია პიროვნული არჩევანი. გესმით? და შესაბამისად ასეთი ადამიანი მოსული რწმენაში, კლავწოდებში ვარდება, უკან იხევს და იმისი მოტრიალება გაცილებით ძნელია, იმიტომ რომ ადამიანი ამ დროს ეჩვევა ღმერთთან ყოფნას ისე რა. აი ღმერთთან არის ისე რა. დღეს ილოცებს, ხარ ილოცებს. დღეს ეზიარება, მერე სამი თვე არ ეზიარება. დღეს კარგად იცხოვრებს და არ შეცოდავს, ხვალე სასიკვდილო ცოდვაში ჩავარდება. და მერე ისევ მოვა, მერე ისევ წავა, გავიდა 1 წელი, 2 წელი, 5 წელი, 10 წელი, 15, 20 წელი, დაბერდა. და ადამიანი მიეჩვია გულგრილობას, უდარდელობას, გულარხეინობას. და საოცრებავ ეკლესიის წიაღში მაზიარებელი ადამიანი ლუარსაბ თათქარიძეს დაემსგავს. ყველაზე საშინელი მდგომარეობა და ყველაზე საშიში მდგომარეობა ეს არის. იმიტომ რომ აქ არ არის ცეცხლი. და არ არის ცეცხლი, იმიტომ რომ მას არ უნდა. და ინახეთ დღევანდელი სიტყვები. მე-7 თავი იოანეს სახარების. დადგა იესო, ანუ ნახეთ როგორი აქცენტებია. დადგა იესო. ანუ ნიშნავს, რომ ყურადღება მიიქცია. დადგა და ყურადღება მიიქცია. და მერე ღაღატყო, ანუ ხმამაღლა დაიძახა. უკეთო ვისმეს წყუროდის, ნახეთ, უკეთო ვისმეს წყუროდის. ვისაც გწყურიათ, მოვედით ჩემდა და სუემდინ, ანუ მოდით ჩემთან და დალიეთ. უკეთო ვისმეს წყუროდის. და თუ ადამიანი ვერ მიხვდა, ხო, გასაგებია, ხო, წყალზე არ არის საუბარი და თუ ადამიანი ვერ მიხვდა, რაზე ლაპარაკობს? რაღაცა არც წყურია, არც შია, რა ვიცი, მოვედი, აბა რა ხდება? რელიგიური გზნობები როგორ არა მაქვს? უკეთო ვისმეს წყუროდის ხო გესმით რა არის? ვინც იტანჯება წყლის გარეშე. შეიძლება ასე ვთარგმნოთ. თუ ვინმე იტანჯება თქვენ შორის წყლის გარეშე, ჩემთან მოდი და დაგალევინებ. და ვკითხოთ ახლა საკუთარ თავს, ვინ ვიტანჯებით ხოლმე, როცა ქრისტეს გარეშე ვარ?
უქრისტეობა არის ტანჯველი გზნობა და იმდანაც ტანჯველი, რომ წმინდა მამები ამბობენ, რა უნდა გავაკეთოთ მონაზვნებმა სენაკში რო ვიმყოფებით. და პასუხი რა არის? გვლოვარებდეთ უნდა, იმიტომ რომ უქრისტეოთ ვართ და ვიტანჯებით. ამას ამბობენ ძალიან დიდი მამები. როგორ განიცდიდნენ უღმრთობას, უქრისტეობას, მუდმივად რომ მასთან ყოფობის განცდა არ არის ისეთი ძლიერი, როგორი გამოცდილებაც მათ პერიოდულად ჰქონდათ ხოლმე. ეს არის ის, ვისაც შია და წყურია ნეტარიყვნენ მშიერი და მწყურვალი სიმართლისათვის, ამე თუ იგინი განძღნენ და აი აქ მე ამბობს, ამიტომ აქედან გამომდინარე ამბობს და რომელსაც რწმენეს ჩემი დინარენი მუცლისა მისისგან დიოდიან წყლისა ცხოველის არის მუცლად იწოდება, ზოგს მუცლად ნაწლავები გონია მაინდამაინც. მუცლად იწოდება ადამიანის არსების შუა ნაწილი. ადამიანის არსების შიდა ნაწილი, ადამიანის არსების უფრო მეტად მისტიკური ნაწილი და ამიტომ მუცელი ამ შემთხვევაში არის სინონიმი გულისა. არც გულია ანატომიური გული და არც მუცელია ნაწლავები. ორივე სინონიმებია ადამიანის მისტიკურ სიღრმეს ნიშნავს. და ამბობდა ძველ აღთქმაშივე არისო ესო ნათქვამი, რომ ვისაც აქ ცოცხალი რწმენა, მისი გული არის წყარო, ცოცხალი წყლის, მადლის წყაროა. და განმარტავს, რომ წყალზე რო არ არის საუბარი, კიდევ ერთხელ განმარტავს, ესა თქვა სულისა მისთვის, რომელი მიღებათ იყო მორწმუნეთა მათ მისამევად. ანუ ეს უფალი საუბრობს სულიწმინდა ღმერთისთვის, რომელიც ჯერ არა აქვთ მიღებული მორწმუნეებს, რომელიც მიღებათ იყო, უნდა მიეღოთ მორწმუნეებს. და რატომ არ ქონათ ჯერ მიღებული? და აი აქ არის სიტყვები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რამე თუ აღარა მოცემულიყო სულიწმინდა, ჯერ არ იყო გარდამოსული სულიწმინდა, რამე თუ იესო აღარ იყო დიდებული. ეს პირდაპირ გაგებით ნიშნავს იმას, რომ არ იყო ჯერ ჯვარცმული, ამაღლებული და მჯდომი მარჯვენით მამისა. ანუ მისი ადამიანური ბუნება ჯერ არ ზეიმობს ეშმაკზე გამარჯვებას, სიკვდილზე გამარჯვებას, ჯერ არა, ჯერ მათთან არის. მაგრამ არა პირდაპირ გაგებით. თითოეული ჩვენთაგანისათვის, ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გულში თუ არ არის განდიდებული ძე ღვთისა, ისე როგორც უნდა იყოს ის განდიდებული, და მათ შორის იმით, რომ ქრისტე უნდა სუგენატრებოდეს, მასზე უნდა იყო კონცენტრირებული და ვერც კი დაუშვა მისი ღალატი ვერანაირი სასიკვდილო ცოდვით, თორე ყოველდღიურად ცოდავთ ჩვენ სამწუხაროდ. მე გულისხმობ სასიკვდილო ცოდვით. თუ ეს არ არის, მაშინ სულიწმინდა ღმერთი რაც არ უნდა ეცადო შენზე არ გარდამოვა. არ გახდება შენი პედაგოგი ის, იმიტომ რომ ის პირველ რიგში მოდის იცით რატო სულიწმინდა ღმერთი. იმიტომ მოდის რომ ჯერ გასწავლოს ქრისტეს სიტყვები, რომელიც შენ ძალიან სასიცოცხლოდ გინდა რომ გაიგო. პირველ რიგში ეს. და მერე მოგცეს უნარი ცეცხლოვანი სიყვარულისა. წინასწარ მოგცეს თავდაბლობის, მორჩილების უნარი. და კვლავ ქრისტესთან დავბრუნდეთ. უპირობო მორჩილება და სიყვარული ქრისტეს, იმიტომ რომ პავლე მოციქული იტყვის, ვერავინ იტყვის უფალო იესო თუ არა სულიწმინდა ღმერთის მიერ. ანუ უფალო, ჩემო ბატონო, ჩემო მეუფე, იესო, ჩემო მეუფე, ვერავინ ვერ იქნება მისკენ ესე გონებრივი მზერით, სწრაფი, აბსოლუტური მორჩილებით, უპირობო მორჩილებით, თუ არა სულიწმინდა ღმერთის მიერ. ანუ სულიწმინდა ღმერთი გვეხმარება ჩვენ რო ქრისტიანები ვიყოთ, მის გარეშე ჩვენ არ ძალგვიც ვიყოთ ქრისტიანები. მაგრამ ამის წინაპირობა არის ჩემი არჩევანი, რომ ჩემს გულში განდიდებული იყოს უფალი ჩემი იესო ქრისტე. ამას წინ უძღვის რწმენა, რომელიც დაუმსახურებლად მომეცა, რომ ქრისტე ღმერთია. და ქრისტე რო ღმერთია, ეს რომ მე მომეცა და ეს რომ ვიცი, მე უკვე ჩემი პიროვნული არჩევანი იწყებს მოქმედებას. ღმერთია იესო ქრისტე მორჩა, მე მისი ერთგული ვარ ბოლომდე და ჩემს გულში განვადიდებ მას, ჩემი ერთგულებით, ჩემი მორჩილობებით, რა თქმა უნდა. თორე რა გამოგვივა, მაგრამ ცდელობები და როგორც კი ცდელობები იწყება, ჩემს გულში ვცდილობ იყოს განდიდებული უფალი იესო ქრისტე, აი მაშინ უკვე ამის შემდეგ სულიწმინდა ღმერთი მეხმარება, მასწავლის, მზდის და მაძლევს იმ უნარებს, რა უნარების მე თავისთავად არ მაქვს. და მაძლევს იმ უნარებს, რომელთა საშუალებითაც მე უკვე ნამდვილი ქრისტიანი ვხდები. და აი როგორ ხდება გარდამოსვლა, გახსოვთ ეს საქმე მოციქულთაგან. მეხსაულად ზეცით იყო ოხრაი ვითარცა მოწევნა ქარისა სასტიკისა და აღივსო ყოველი იგი სახლისა და იგი იყვნენ მსხდომარენი. გახსოვთ ელია თესბიტელს კუფალი რო ეცხადება სუსტ ჩქავში და სუსტ ნიავში.
და რა თქმა უნდა ესეც სწორია, გამოცხადებითი ცოდნაა, რომ უფალი ძალიან ფაქიზად მოდის, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვანაირად ხდება. ამ შემთხვევაში არის ზეცით ოხრაი ვითარცა მოწევნა ქარის სასტიკე გურგვინვასავით, ქარიშხალივით რაღაცა მოხდა, სადაც ისინი ისხდნენ, ქარიშხალივით, ძლიერად. და ეჩვენეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა, არა ცეცხლი, არამედ ვითარცა, როგორც სულიწმინდა გამოჩნდა, არა მტრედი, არამედ ვითარცა მტრედი, არა ცეცხლი, არამედ ვითარცა ცეცხლი. ანუ ფიზიკური ცეცხლი კი არ იყო და ნამდვილი მტრედი კი არ იყო. გამოჩნდა ვითარცა მტრედი მაშინ, ახლა ვითარცა ცეცხლი. ანუ ძალიან დიდი ძალმოსილებით შემოდის ადამიანში. სულიწმინდა ღმერთი. ეს არ ეწინააღმდეგება იმ გამოცხადებას, რომ უფალი ფაქიზად ეხება. ეს სხვადასხვა რამეა. ამ შემთხვევაში ასე დიდი ძალმოსილებით, გურგვინვით და რაც თავიდან გითხარით, ცეცხლი როგორც გუმხურვალების, ჩვენი ცეცხლოვანი სარწმუნოების, ერთგულების, ნამდვილი სიცოცხლის და ნამდვილი სიყვარულის სიმბოლო. აი ასე შემოდის. და კიდევ ერთი ნიუანსი შემოდის არა ზოგადად ადამიანის პიროვნული პასუხისგებლობა რომ თითქმის შეიძლება განულდეს ყველა აქ არის და ყველა გააკეთებს და ყველას გასაკეთებელია და ან ყველა გვიყვარს და რაღაცას არამედ ნახეთ როგორ არის და დაადგრა თითოეულ კაცსა მათ ზედა თითოეულ ადამიანს დაადგა თითოეულს დაადგა ანუ პერსონალურად ეს ნიშნავს რომ სულიწმინდა ღმერთი პერსონალურად ზრუნავს თითოეულ ადამიანზე პერსონალურად და ადამიანი არის თითოეული ადამიანი პერსონალური პიროვნული პასუხისგებლობა აქვს ადამიანს ღვთის წინაშე თავისი რწმენის და შესაბამის სარწმუნოებრივი ცხოვრების გამო და აღივსენ ყოველი სულითა წმინდითა და ამ ყოველი აღავს სულიწმინდა ღმერთით და ეს კი არ დაიტოვეს მათ არამედ ხელდასხმის გზით გადასცემდნენ მონათლულ ადამიანებს ხელდასხმის გზით და ხელდასხმა გასაგებია რომ გამრავლდნენ ადამიანები უკვე შეუძლებელი გახდა ყველას მოციქულთა მიერ დადგენილი ეპისკოპოსები ყველას ვერ დაასხავდა ხელს ამიტომ ეპისკოპოსებმა დაიწყეს გარკვეული დროის მერე მირონის მოხარშვა და უკვე მღვდლები გადიოდნენ და როგორც ყველა ეპისკოპოსი ვერ წირავს ყველა ტაძარში პატრიარქის ეპარქია ყველგან ხო ვერ წირავს ამიტომ მღვდლები ვართ რომლებიც ვწირავთ ის რასაც პატრიარქი უნდა აკეთებდეს ჩვენ ვაკეთებთ ცხეთა თბილისის თავარ ეპისკოპოსია ჩვენი პატრიარქი და ჩვენს ეპარქიაში რასაც პატრიარქი უნდა აკეთებდეს და ყველგან ვერ გააკეთებს აქაც და იქაც ვერ იქნება ჩვენ მღვდლები ვაკეთებთ ამას და მისი ხელმოწერილი ოდიკი გვაქვს ხო პატრიარქის ასევეა მირონცხების შემთხვევაშიც ხელდასხმას ყველას ვერ მოახერხებს ყველა მონათლულ ადამიანზე ამიტომ მირონი იხარშება და მირონს უკვე მღვდლები ცხებენ ამიტომ თქვენ ხართ რა ყველანი მირონ ნაცხები თქვენზე ყველაზე არის საეპისკოპოსო სამოციქულო ხელდასხმა სულიწმინდა ღმერთის თქვენში მოსულისა და თითოეულ ჩვენგანში არის სულიწმინდა ღმერთი ჩანასახის მდგომარეობაში და ჩვენზეა დამოკიდებული ის აღორძინდება თუ არა ამიტომ ეს დღევანდელი დღე არის თითოეული ჩვენგანის დღე თითოეული ჩვენგანის დღე და თუ ჩვენ გავიცნობთ სულიწმინდა ღმერთს და პირველ რიგში გავიცნობთ თავდაბლობით, მორჩილებით და ცეცხლოვანებით რწმენაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნელ-ნელა შევდივართ იმ საიდუმლო ცხოვრებაში, რასაც ყოვლადწმინდა სამება ღმერთის საიდუმლო ცხოვრება ქვია, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი სამშობლო. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.